პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის უპასუხო დატოვებული ღია წერილის შემდეგ ამჯერად პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უგზავნის ღია წერილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და სინანულით აღნიშნავს, რომ თეთრი სახლი სათანადო ყურადღებას აღიჩენს საქართველოს მიმართ. ის აგრესიული პოლიტიკის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯად აფასებს საქართველოსთან გაწყვეტილ სტრატეგიულ პარტნიორობას, რაშიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასა დანაშაულებს. სინანულთან ერთად, როგორც მიხეილ ყაველაშვილი წერს, ის გაკვირებულიც არის. ვლადიმერ პუტინთან აღდგენილი ურთიერთობის ფონზეც კი რატომ დუმს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია თბილისთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას, რაც მთავრობებს შორის სრული ღირებულებითი თანხმედრის ფონზე ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. საკითხებზე, რომლებზეც დღეს თქვენი ადმინისტრაცია ამახვილებს ყურადღებას, წლებით ადრე საუბრობდა საქართველოს მმართველი გუნდი. თუმცა იდენტური მსოფლმხედველობის მიუხედავად, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველოს მიმართ სამწუხაროდ თქვენი ადმინისტრაციის ნაცვლად კვლავაც აქტიურობს Deep State, რომელიც USAID-ის, NED-ისა და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ხაზით დამკვიდრებული ტრადიციული უხეში მეთოდების გამოყენებით საქართველოში კვლავაც დესტაბილიზაციის შემოტანას და მშვიდობის დარღვევას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის რამდენიმე თვის მანძილზე თქვენ მჭიდრო ურთიერთობები დაამყარეთ საქართველოს უკლებრივ ყველა მეზობელ ქვეყანასთან. წარმატებით შევუწყვეთ ხელი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. აქტიურად თანამშრომლობთ თურქეთის ხელისუფლებასთან. აღადგინეთ პარტნიორობა ვლადიმერ პუტინთანაც კი, თუმცა ამ ფონზე თქვენი ადმინისტრაცია არაფერს ამბობს საქართველოს შესახებ, რაც როგორც უკვე აღვნიშნე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. ქართულ ხალხში თქვენი პასიურობა აჩენს ეჭვს და კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად თავისუფალი და გულწრფელია თქვენი ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით. ღია წერილს სავსებით ლოგიკურს უწოდებს ქართული ოცნება. პარტიაში შეჯერათ, რომ ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება შესაძლებელია, თუმცა თეთრ სახლთან აქვს წინაპირობებიც, კერძოდ ეგრეთ წოდებული Deep State-ის დამარცხება. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ამერიკის ყურადღების გარეშე ხა საქართველო ვერ შეძლებს დაიცვას სუვერენიტეტი, თუმცა რა თქმა უნდა ამერიკის ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ეს არის პათოსი ამ წერილში. ძალიან ლოგიკურია ვიმეორებ კიდევ ერთხელ. გადავახვიოთ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის და თუნდაც დღევანდელი მესიჯები და მოვისმინოთ ხალხის ძალის და შემდგომში ქართული ოცნების მესიჯები და დღევანდელი ჩვენი მესიჯები აი ამ საკითხებთან დაკავშირებით, რაც არის დღეს ძირითადი საკითხები, ტრადიციები, მშვიდობა, ომი, პარტნიორობა, შავი ფულის არხარჯვა და ასე შემდგომ. ვაშინგტონთან ღია წერილებით საუბარი მიუღებელია ოპოზიციისთვის. მმართველი პარტიის ოპონენტების ნაწილი დარწმუნებულია იმაშიც, რომ წერილი რეალურად არის ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სათქმელი. ოპოზიციის ნაწილი მძიმეს უწოდებს მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობასაც. აბსოლუტურად აცდენილია ქართული ოცნების და შეერთებული შტატების მთავარი ფუნდამენტური ფასეულობათა სისტემა. ისინი არიან დემოკრატიული ქვეყანა, კანონის უზენაესობაზე, სამართალი ყველასთვის იქ ერთია, პოლიტპატიმრებს ციხეში არ სვავენ და არ იჭერენ. აქ კი არის ჩვეულებრივი რუსეთის გაგრძელება, პუტინის სახელმძღვანელო წიგნებით ოპერირებენ და მუშაობენ და გონიათ, რომ რაღაცნაირად ცხირებულებითი თანხwebdriver აქვთ და ამ თვალსაზრისით ედრებიან ტრამპს და შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციას, რაც ასევე აბსურდია და აქედან გამომდინარე მათი მხრიდან იქნება იგნორირება, ღიმილი და რა თქმა უნდა ასეთ წერილებს შედეგი ვერ მოყვება. ეს არის სასოწარკვეთილი მთავრობის და სასოწარკვეთილი ადამიანების წერილი. აბსოლუტურად უშინაოსო და ამავდროულად ცოტა არადიპლომატიური ეთიკით გაჟღენთილი. ყველაზე საინტერესო ამ მოცემულობაში არის ის, რომ გაწეული არის კობახიძე, მისი როლი არის დაკნინებული და ამ წერილით ალბათ ივანიშვილი და მისი მთავრობა შეეცდება და მისი ხელისუფლება შეეცდება ყაველაშვილის როლის წამოწევას. თითქმის ერთი წელია ქართული ოცნება აცხადებს, რომ ურთიერთობების გაუმჯობესებას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან ელის. ამ ერთი წლის განმავლობაში ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს არაერთ წარმომადგენელს. 28 მაისს საქართველოში ამერიკის საელჩომ განაცხადა, რომ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ რომინ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებით მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. იმავე დღეს ბიძინა ივანიშვილმა გაუგებარი უწოდა საელჩოს განცხადებას.